სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დღეს დავიწყებთ 79 ნაწილს, რომელიც 1 წლის შემდეგ, 70 ნაწილის 1 წლის შემდეგ იქნა ჩაწერილი 2019 წლის 20 ოქტომბერს, ის დეკემბერი იყო 2018 წლის. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ეხება ჩვენს ნათესავებს და მეგობრებს. ეხლა ამერიკაში ლაპარაკია იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანი იყო და პიროვნება ვინც სვავს ამ კითხვას, გულისხმობს რომ ქრისტეს უფალს რომ ჩამოშორდნენ ჩვენი ნათესავები, როგორი ურთიერთობა ქონდეს მათთან. ახლა საქართველოშიც ანალოგიურად შეიძლება ბევრი ჩემულობს და შეიძლება საქართველოშიც ეს ვცელდებოდეს, რასაც ჯონ მაკარტური ახლა პასუხს გაცემს. თუმცა ეს უნივერსალურ პასუხს გაცემს და ძალიან საინტერესოდ. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩვენ გონია რომ ადამიანი რომ ამბობს ქრისტიანია ის ქრისტიანია და ეს შეხედულება იყო ამერიკაშიც და ანგლოსაქსონურ სამყაროში ევროპაშიც და ეს არ არის მარტო კათოლიკების და მართლმადიდებლების ესე ვთქვათ სენი ან დაავადება და ვთქვათ თუ ამ ფენომენი არა ეს ეხება ზუსტად იმ ხალხს ვინც გაიზარდა ბიბლიურ ევანგელისტურ წრეებშიც იმიტომ რომ არ ნიშნავს ბიბლიის კითხვა ეკლესიაში მონათლა იქ ზიარებები თუნდაც ტრადიციულად მესამე მეოთხე თაობა რომ შენ ნამდვილად ქრისტიანი ხარ. იმიტომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჯონ მაკარტურმა ამას წიგნები მიუძღვნა და ასევე მეც დავწმუნდი მაგაში, იმიტომ რომ შეიძლება მართლაც ადამიანი თავს ქრისტიანს უწოდებდე, უფალი გწამდეს, გჯეროდეს, გონია რომ დაბადებული ხარ, მაგრამ სინამდვილეში არ გამოიღო ნაყოფები და არ ჩანდეს ეს ყოფიერ ცხოვრებაში და ჯონ მაკარტურმა ამას უწოდა ზუსტად რომ ადამიანები თუ უფალი იესო ქრისტე შენია და სახარება იესოს მიხედვით ესე არის ხო gospel according Jesus და მე მოყვა ამას სახარება მოციქულთა მიხედვით პავლეს მიხედვით და სერიალები იმას აქ მიუძღვნა იმიტომ რომ ადამიანები აღიარებენ ხსნელად ხო იესოს და ერთხელ რომ მიიღებენ გონიათ რომ უკვე ქრისტიანები არიან და მისი უფლობა არ ჩანს მათ ცხოვრებაშიო. ეს იყო ძალიან ყველაზე ცნობილი წიგნი ჯონ მაკარტურის, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ევანგელისტურ წრეებში. ასე რომ მოდით მოვხსენოთ ახლა ამ კითხვას და პასუხს. როგორ მოვიქცეთ იმ ნათესავებს და მეგობრებს, რომლებიც უფალს ჩამოშორდნენ. ზურგი აქციეს სურათი ეგეთი დავდები. საღამოშვიდობისა პასტორ ჯონ, მე ნეიტი მქვია. გამარჯობა ნეიტ, ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ძალიან ბევრი ქრისტიანია, რომელთა მეგობრები ან ოჯახის წევრები ედროს უფალთან დადიოდნენ, მაგრამ მოგვიანებით უფალს ზურგი აქციეს და ქრისტიანობას ჩამოშორდნენ. რა არის ამაზე ბიბლიური პასუხი? როგორ უნდა ვიურთოთ მათთან, როგორ უპასუხოთ მათ როგორც მეგობრები და როგორც ჩვენი ოჯახის წევრები და როგორ ვიმუშაოთ მათთან? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ნეიტ მე ორი მონაკვეთი გამახსენდა მაშინ თქვენ რო კითხვას ვადით. ერთი რა თქმა უნდა ეს არის თემა და გადამწყვეტი, ძალიან გადამწყვეტი მათეს სახარებაში მე-13 თავში. ნიადაგის სიგავი. უფალი მოგვითხროს მთესველზე, რომელიც გავიდა დასათესად. ზოგი მარცვალი ყარ მიწაზე დაეცა, ზოგი კლდოვანი მიწაზე, ზოგი ეკლიანზე, ზოგი სარეველიე მიწაზე და ზოგიც ნოყიერ ნიადაგზე. თქვენ გაქვთ 6 პასუხი. 3 მათგანი, 3 განსხვავებული სახის კარგი მიწაა. 30, 60 და 100 ჯერ რომ გამოიღებს ნაყოფს. დანარჩენი 3 არის დრო, როდესაც ღვთის სიტყვა ან სახარება მიწაზე ეცემა და ნაყოფს არ იძლევა. პირველი მაგარი მიწაა და ჩვენი უფალი ამბობს, შიტები მოდიან და იტაცებენ და აკენკავენ მას. თითქოს სატანა უბრალოდ იტაცებს ჭეშმარიტებას, სანამ ის საერთოდაც შეაღწევდეთ ადამიანის გულში და გონებაში. შემდეგ არსებობს ორი სხვადასხვა ნიადაგი, სადაც სიტყვა შედის მიწაში და რაღაცა ამოდის, მაგრამ არასოდეს იძლევა ნაყოფს. ამგვარად უფალი აღიარებს, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც სრულიად მიუწვდომელი არიან სახარების მიმართ და საერთოდ არ ექნებათ რეაქცია. უფალი ასევე აღიარებს და მოსალოდნელია, როდესაც ის თავის მოწაფეებს ასწავლის, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურებიან სახარებას. მაგრამ ის აგრძელებს და ამბობს, რომ გასაჭირი, უბედურება, როდესაც ფასის გადახდა ძალიან მაღალია შენი რწმენის გამო, ან ამ ქვეყნიური სიმდიდრე, ამ ქვეყნიური საზრუნავი იწვევს ამ ნაყოფის კლდომას. ასე რომ ჩვენი უფლის პირიდან ვიცით რომ იქნებიან ადამიანები, რომელთა საწყისი რეაქცია
ზედაპირულია, ემოციური, არაგულწრფელი და არახანგრძლივი. ასე ვიცით, რომ არსებობს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ქრისტეს მიმართ ზედაპირული რეაგირება მოახდინონ და შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ჩვენი უფალი იმავე თავში ამბობს, რომ სამეფოში იქნება ხორბალი და ღვარძლი. ხორბალი იქნება ჭეშმარიტი მორწმუნეები, ღვარძლი კი ცრუ მორწმუნეები. და ის ამბობს, ნუ შეეცდებით მათ განცალკევებას, რადგან არ აქვს თქვენ კრიტერიუმები, რომ განასხვაოთ ისინი. ამიტომ დაელოდეთ, სანამ განკითხვის მტკის ანგელოზები ამ განსხვავებას არ გააკეთებენ და განაცალკევებენ მათ. ხორბალს შეინახავენ ბეღელში, ხოლო ნამჯას კი და ღვარლს დაწვავენ ცეცხლში. ამიტომ უნდა ითქვას, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ყველას, ვინც სახარებას გამოეხმარება, არ ექნება ხანგრძლივი რეაგირება. თავიდან შეიძლება იყოს ემოცია, თავიდან შეიძლება იყოს აღელვება, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი სწრაფად გახმებიან და მოკვდებიან. ზოგიერთ სხვა შემთხვევაში ისინი გაიზრდებიან, მაგრამ უნაყოფობი იქნებიან და ვერ შეიძლებენ ნაყოფის გამოღებას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ განმასხვაოთ ისინი. და ეს იქნება შეიძლება იუდას მსგავსი პიროვნება, რომელიც მოწაფეებს შორისაა, მაგრამ მოწაფეებმა არ იციან, რომ ის მოღალატეა. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, როდესაც იესო ამბობს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი მოღალატეა, ყველა თავის თავზე იღებს ამ ეჭვს. მე ვარ, ისინი ამბობენ. მე ხომ არა ვარ. ახლა როგორც თქვი, არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნით ირწმუნებენ და შემდეგ მიდიან. ამის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლია უკვე იოანეს წერილი, პირველი წერილის მეორე თავის მე-13 მუხლი და სადაც ნათქვამია, ისინი ჩვენგან გამოვიდნენ, რადგან ჩვენგანი არ იყვნენ. ჩვენგანი რომ ყოფილიყო, ჩვენთან დარჩებოდნენ, მაგრამ ჩვენგან გამოვიდნენ, რათა ცხადი გამختارიყო, რომ ისინი არასდროს ყოფილან ჩვენგანი. ამრიგად, როდესაც ადამიანი იესო ქრისტეს როგორც უფლის აღიარება შორდება, ამ უარყოფაში არის მისი დასტური, რომ ეს თავიდანვე არასდროს ყოფილა ნამდვილი ქრისტიანი და ნამდვილი მორწმუნე, მისი ერთგული. ეს ნიშნავს, რომ ეს არსებითად არის ადამიანი, რომელიც განდგომილია ჭეშმარიტების შეცნობის შედეგად. შემდეგ ზურგს აქცევს ჭეშმარიტებას, შორდება ჭეშმარიტებას. წმინდა წერილის გაფრთხილებები ნადგომლის მიმართ არის ის, რომ თუ ამას სრული ცოდნით და შორდებით, შეუძლებელია კვლავ განახლდეთ მონანიებისათვის, რადგან გსმენიათ ჭეშმარიტება, შეიცანით ჭეშმარიტება, აღიარეთ ჭეშმარიტება, მაგრამ ბოლოს ზურგი აქციეთ და დაშორდით ამ ჭეშმარიტებას. და ეს ყველაზე საშინელია, რადგან ებრაელთა წერილში ეპისტოლეს მე-10 თავი ამბობს, რა უფრო მძიმე იქნება სასჯელი მათთვის, ვინც ფეხ ქვეშ გათელა აღთქმის სისხლი და უწმინდურად ჩათვალა იგი. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცოდა ჭეშმარიტება, აღიარა ჭეშმარიტება, ზურგი აქცია ჭეშმარიტებას და წავიდა. ყველაზე ცხელი ჯოჯოხეთი ასეთი განდგომლებისათვის არის განკუთვნილი. ასე რომ ეს უბრალოდ რეალობის ზოგადი სურათია, იქნებიან დროებით მორწმუნეები, რომელსაც შეიძლება ემოციური რეაქცია ჰქონდეთ, იქნებიან გრძელვადიანი თვალთმაქცები, რომლებიც არ არიან ჭეშმარიტები, მაგრამ ამას სამსჯავრომდე ვერ გავიგებთ და იქნებიან ადამიანები, რომლებიც განდგებიან, განდგომილები არიან. რამდენიმე წლის წინ დავწერე წიგნის სახელწოდებით სახარება იესოს მიხედვით, რადგან მთელ ევანგელიზმში გავრცელდა იდეა, რომ შეიძლება იყო ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნე, ჭეშმარიტად აღიარო იესო როგორც უფალი და არ ქონდეს ამის მტკიცებულება ნაყოფები შენ ცხოვრებაში და კიდევ პირიქით უარყო უფალი. და ითვლებოდა, რომ თუ ერთხელ მაინც აღიარებდი უფალს, გექნება უზრუნველი ხსნა. მაშინაც კი თუ გახდებოდი, ეს იყო ფრაზა, რომელსაც ისინი ამბობდნენ, ურწმუნო მორწმუნე. სწორედ ამიტომ დავწერე წიგნი სახარება იესოს მიხედვით და ამას მერე მოყვა სერიალები სახარება მოციქულთა მიხედვით. მადლობა ნეით კითხვისათვის.